თითქმის საუკუნის წინ, მაშინ როცა ბათუმი ჯერ კიდევ პატარა ზღვისპირა ქალაქი იყო, ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი. ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა პირველი რექტორი ხუსეინ ნაგაიძე. 1935 წლის 1 ოქტომბერი. პირველი ზარი, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების პირველი ტალღა, დღე, როცა დაიწყო დიდი გზა, მიუხედავად ეპოქის სირთულისა, რეპრესიების და რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე არ წყდება განვითარება. მუდმივად ემატება პედაგოგთა რიგებს მოწვეული პროფესორები და სულ მალე სასწავლებელი ხდება რეგიონში განათლების უმნიშვნელოვანესი კერა. 1938 წელს ენიჭება შოთა რუსთაველის სახელი. 1945 წლიდან იწყება ახალი ეტაპი. ახალი ფაკულტეტები, ახალი კადრები, ახალი მასშტაბები. სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ყალიბდება პედაგოგიური ინსტიტუტი. იწყება რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. 1956 წელს ექსპლუატაციაში შედის განახლებული შენობა. ინსტიტუტი დასავლეთ საქართველოს განათლების ცენტრი ხდება. მისი ისტორიული შენობა ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლოა, თუმცა სულ უფრო და უფრო უჭირს სტუდენტების მზარდი ნაკადის დატევა. 1977 წელი. იწყება ახალი 4 სართულიანი შენობის მშენებლობა და ბოლოს 1990 წლის 3 ოქტომბერი. კიდევ ერთი პირველი ზარი. მოწვეულ უამრავ სტუმართა შორის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია. პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა უნივერსიტეტად. ასე გაჩნდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ახალი ეტაპით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი ხედვით. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ცენტრია. მრავალფუნქციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აერთიანებს 7 ფაკულტეტს, 3 კვლევით ინსტიტუტს, ახორციელებს 90-მდე საგანმანათლებლო პროგრამას და მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს. კვლავ და კვლავ მიყვეს ტექნოლოგიურ პროგრესს. უნივერსიტეტი ქვეყნისა და რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებს და მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. აკრედიტებულ პროფესიულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს 7000-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული გაცვლით პროგრამებში და თანამშრომლობს 100-მდე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ კვლევებში, რომლებიც წარმოებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე ლაბორატორიებში. ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც მოიცავს როგორც რარიტეტულ, ასევე თანამედროვე ლიტერატურის 300,000 ერთეულამდე ციკლს და ელექტრონულ ფონდს. უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში. დღეს 90 წლის შემდეგ უნივერსიტეტი ისევე იზრდება, ისევე ვითარდება და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ყოველწლიურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. ბესევო, ეს არის ადგილი, სადაც წარსული ინახავს სითბოს და მომავალი უსაზღვრო შესაძლებლობებს.